მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქართული დამწერლობის ძეგლების შესახებ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში არის გამოვლენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახლავთ, იმიტომ რომ საქართველო ტრადიციულად გახლდათ კავკასიის მთავარი სახელმწიფო წლების საუკუნეების განმავლობაში და ამ ფაქტორიდან გამომდინარე მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ეს ეხება არა მარტო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებსაც. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პირველი მეფის ფარნავაზის დროს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები დურძუკების ტომებთან და უფრო მეტიც ამ ტომის წარმომადგენელი ფარნავაზმა ცოლადაც კი შეირთო, ასე რომ ჩვენი პირველი დედოფალი ჩრდილოეთ კავკასიელი ქალბატონი გახლდათ. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები შემდგომ საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა. იყო ყველანაირი ურთიერთობა, იყო ომებიც, იყო მშვიდობაც, მაგრამ განსაკუთრებით შუა საუკუნეებში ქართული სახელმწიფოები, მაგალითად ეგრის აფხაზეთის სახელმწიფო, ქართლის სამეფო და სხვები, ყოველთვის ცდილობდნენ თავიანთი კულტურული თუ პოლიტიკური ზეგავლენა გაევრცელებინათ ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩრდილოეთ კავკასიასთან ქართული სამეფოებისა და ქართველი ხალხის ურთიერთობა ასახულია წერილობით წყაროებში, რომელთაგან ჩვენი განხილვის საგანი გახლავთ წერილობითი წყაროები, რომლებიც შესრულებულია ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ ახლანდელი ოსეთ-ალანიის, ინგუშეთის, ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიებზე. ეს წარწერები, ეს ტექსტები გახლავთ ორი სახისა. მათი უმრავლესობა არის წარწერები, შესრულებული სხვადასხვა მასალაზე, კერძოდ ფრესკებზე, ქვის ჯვრებზე, ქვის სხვადასხვა ნივთებზე, თიხის ჭურჭელზე და ასე შემდეგ. და ამასთან ერთად გამოვლენილია კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომლებიც ქართული ასოებითაა და ქართული ტექსტია მათში წარმოდგენილი. აი სწორედ ამ საკითხების შესახებ გვექნება ჩვენ დღეს საუბარი. უმჯობესია თუ ჩვენს საუბარს დავიწყებთ დაღესტანში მოპოვებული ეპიგრაფიკული ძეგლებით. ეს არის წარწერები. ყველაზე მეტი რაოდენობა ამ წარწერებისა შესრულებულია ქვის ჯვრებზე, რომელთა ერთი ნაწილი სრული სახითაა შემორჩენილი, დანარჩენები კი დამსხვრეულია, სხვადასხვა ნაწილებია დარჩენილი, ზოგისა მხოლოდ მკლავებია, ზოგისა საფუძველი და ასე შემდეგ. დაღესტანში ასეთი წარწერებიანი ქვების რაოდენობა 100-ს უახლოვდება. და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ წარწერების დიდი ნაწილი უკვე გაშიფრულია და აღმოჩნდა, რომ ამ 100 წარწერიდან 4 გახლავთ განსაკუთრებული მნიშვნელობისა იმ თვალსაზრისით, რომ მათზე ტექსტები შესრულებულია არა ქართულ ენაზე, არამედ ქართულ და დაღესტანში გავრცელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენის ხუნძურის სიტყვების გამოყენებით. ანუ ესენი ორენოვანი ტექსტები გახლავთ. ამათ გარდა არის მიკვლეული კიდევ ერთი წარწერა ქვის ჯვარზე შესრულებული, რომელიც მთლიანად ხუნძურ ენაზეა შესრულებული. ხოლო დანარჩენი წარწერები მხოლოდ ქართულენოვანია და ყველა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ იმ თვალსაზრისით, რომ კარგად გვიჩვენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. დაღესტანში ისტორიული წყაროებიდან კარგად არის ცნობილი, რომ შუა საუკუნეებში არსებობდა 3 ქართული ეპარქია. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იჯდა ქართველი მწყემსთავარი, ეპისკოპოსი, რომელსაც ბუნებრივია თან ეყოლებოდა ასევე ქართული ეროვნების სხვა ადამიანთა საკმაოდ რაოდენობა, ალბათ მღვდლები, დიაკვნები, შესაძლებელია ბერებიც და სხვები. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც მონასტრები ან ეპარქია არსებობს რომელიმე ქვეყანაში, იქ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას თავისთავად აუცილებელი იქნებოდა და სწორედ ამის იმაჩვენებელია ის, რომ წარწერების ეს ნაწილი, რომელიც მე მოგახსენეთ უკვე,
შესრულებულია ერთი მხრივ ხუნძურად და ქართულად და მეორე მხრივ მხოლოდ ხუნძურადაც. ეს არის სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ დაღესტნური კულტურის ისტორიის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ კარგად გვიჩვენებს, რომ ამ მოსახლეობამ, ხუნძებმა იმდენად გაითავისეს ქართული დამწერლობა, რომ საკუთარი ენის ტექსტების ჩაწერისთვისაც იყენებდნენ მას. არის კიდევ რამდენიმე ქვის ჯვრის ნამსხვრევი, რომლებიც ტექსტის სისრულით არ გამოირჩევა, შემორჩენილია სიტყვების მხოლოდ ნაწილები და ისინი ჯერჯერობით მთლიანად გაშიფრული არ გახლავთ, მაგრამ ჩემი ვარაუდით რამდენიმე მათგანზე ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ისინი ხუნძურად შეიძლებოდა ყოფილიყო და არა ქართული ტექსტები იყოს ამ ჯვრებზე გამოსახული. ხუნძურ ქართულია მაგალითად სოფელ ჰალას წარწერა, რომლის გამოსახულებასაც თქვენ ხედავთ ალბათ ეკრანზე. ეს არის ასომთავრულითა და ნუსხურით შესრულებული წარწერა. იგი ჯერ კიდევ 1940 წელს გამოიკვლია აკადემიკოსმა არნოლდ ჩიქობავმა, რომელიც ხუნძური ენის სპეციალისტის გახლდათ და ამოიკითხა ქართული ტექსტი მთლიანად. ჯვარი იწყება ქართული წარწერით, ასომთავრულითაა შესრულებული ეს ნაწილი, შემდეგ გრძელდება შუა ნაწილზე ნუსხურით გამოყვანილი ხუნძური ტექსტი და მთავრდება ისევ ასომთავრულით, ქართულ ენაზე გახლავთ შესრულებული პირველი და მესამე ნაწილები და შუაში ხუნძური ენის მასალა. ბატონმა არნოლდმა ამ ხუნძურ ტექსტში ამოიკითხა ორი სიტყვა, წობ-თეგი, რაც ხუნძურ ენაზე ნიშნავს შეიწყალეს. სიტყვა სიტყვით თუ თარგმნით, წყალობა ეყოს, წყალობა დაედოს ვინმეს. საინტერესო გახლავთ ის, რომ ბატონი არნოლდის თვალსაზრისით წარწერა უნდა თარიღდებოდეს მე-13-მე-14 საუკუნეებით ან მაქსიმუმ მე-15 საუკუნით მაინც. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამჟამად დაღესტანში მოღვაწეობს ახალგაზრდა ხუნძი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი შაჰბან ჰაფიზოვი, რომელმაც საგანგებოდ ისწავლა ქართული ასომთავრული და ნუსხური ასოები, ვინაიდან დაღესტანში მოპოვებული მასალის სიმრავლეა, როგორც მოგახსენეთ უკვე და მას დასჭირდა კვლევისათვის ამ დამწერლობათა ცოდნა. მან სცადა ბატონი არნოლდის მიერ ჰალას წარწერის შუა ნაწილში გაუშიფრავი ნაწილის წაკითხვაც. და შეძლო კიდევაც ეს და ძალიან სასიხარულო გახლავთ. თვითონ ტექსტი გახლავთ ასეთი შინაარსისა: ჯვარი, ქრისტე, წმიდა შეიწყალე თეოდორე, წმიდაო თეოდორე, წმიდაო სარკელი შეიწყალენ ყველა დაძმა და ქმარი, მაგრამ ვინ არიან ეს დაძმა და ქმარი კარგად არ ჩანს. ამინ უფალო ჩვენო გაბრიელი დაიცვენ. ანუ აქ რამდენიმე პიროვნებაც იხსენიება, მაგრამ რა თქმა უნდა ქრისტესთან ერთად მოხსენიებულია წმიდა თეოდორეც და აქამდე ქართული ეკლესიისათვის უცნობი წმინდანი, რომელიც როგორც ჩანს დაღესტნელი უნდა ყოფილიყო და მისი სახელი ყოფილა სარკელი. და სხვათა შორის ეს სახელი კიდევ სხვა წარწერაშიც იხსენიება როგორც ცოცხალი ადამიანის საკუთარი სახელი, ასე რომ აქ საქმე უეჭველად ხუნძურ მასალასთან გვაქვს. მეორე წარწერა, რომელიც ხუნძურ ქართულია, არის სოფელ ტადრაალში აღმოჩენილი წარწერა, ტადრაალის პირველი წარწერა, ასე უწოდებს მას შაჰბან ჰაფიზოვი. აქაც იმავე წესით არის ესე იგი შესრულებული ყველაფერი, სხვათა შორის მეორდება იგივე ორი სიტყვა, რაც ჰალას წარწერაში იყო, ტადრაალის გამოსახულება გარეგნულად ძალიან მშვენიერი, რაშიც ალბათ ჩვენი მაყურებელი თვითონაც დარწმუნდება და კარგად ჩანს, რომ ეს წარწერა ქართული ასოებითაა შესრულებული, ძალიან ლამაზი ქართული ასოებით. საინტერესო გახლავთ სოფელ სამილახის წარწერა, რომელშიც ერთი ხუნძური სიტყვა ნამდვილად იცნობა, ეს არის სიტყვა ხატან, რომელიც სამლოცველოს და ეკვდერს ნიშნავს და ამ ჯვრის გამოსახულებაც ეკრანზე შეგიძლიათ იხილოთ. და აი ის წარწერა, რომელზეც მე უკვე მოგახსენეთ, რომ მხოლოდ ხუნძურ ენაზეა მეთქი შესრულებული, ნაპოვნია ხუნძურ სოფელ ურადაში, რომელიც დაღესტნის შამილის რაიონში მდებარეობს და მასში ძალიან საინტერესო ტექსტია ხუნძურიდან თუ ვთარგმნით, ტექსტი ასე
გამოიყურება ქრისტეს თხოვენ შეწყალებასა და ცოდვების მიტევებას ვინმე ოლო და მარიამი, როგორც ჩანს ისინი მეუღლეები არიან, ცოცხლები და ამასთანავე მე ქართულად წერია ასეთი რამ, რომ შეეციოს, ესე იგი, მათ. თუნდაც ამ 4 წარწერის მიხედვითაც უკვე კარგად ჩანს, რომ აქტიურად იყენებდნენ ქართულ დამწერლობას და ეს იყო პირველი ცდები ხუნძურ ენაზე დამწერლობის შექმნისა. დამწერლობა შემდეგ მიზეზთა გამო ქართულ ენაზე აღარ დამკვიდრდა, იმიტომ რომ მე-15 საუკუნიდან დაღესტნის შუა ნაწილში უკვე აქტიურად ვრცელდება ისლამი. ამასთან მოსდევს ქრისტიანების დევნა, ქრისტიანული კულტურის განადგურება და ის ჯვრები რომ დამტვრეულია დაღესტნის ტერიტორიაზე, რაც უმრავლესობა რომლებიც დღეს არის გამოვლენილი, ეს სწორედ ამ ბრძოლისა და დაპირისპირების შედეგები გახლავთ, მაგრამ მადლობა უფალს რომ რაღაც მაინც გადარჩა და ისინი დღემდეა შემორჩენილი. აქ საინტერესო გახლავთ კიდევ ერთი ფაქტი, რომ ერთ-ერთი წარწერა თარიღიანი გახლავთ. ანუ შესაძლებელი ხდება მისი შექმნის დროის ზუსტად დადგენა თვით დღისა და თვის მითითებითაც კი. ამ წარწერაში ეს არის სოფელ რუღჟაბის წარწერა, რომლის გამოსახულებაც ჩანს ეკრანზე და მასში სიტყვა ქორონიკონია შემოკლებით და კარაგმებით მითითებული, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მისი მომდევნო 200 უეჭველად ციფრებად უნდა წავიკითხოთ და არა ასოებად და შემდეგ კიდევ არის ასეთივე მაგალითი და აი სწორედ შაჰბან ხაფიზოვმა, რომელიც მე უკვე ვახსენე, გახსნა ამ წარწერის კარაგმები და დაადგინა, რომ წარწერა შესრულებულია მე-14 ქორონიკონში 10 თებერვალს და ეს უდრის 1365 წელს, ესე იგი 1365 წლის 10 თებერვალს ამ ქვაზე შეუსრულებიათ წარწერა ადგილობრივ ხუნძებს და ეს ქართული ასოებითაა გაკეთებული. ძალიან ლამაზი გახლავთ, ბევრი წარწერა, ესთეტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ისინი და მინდა აქვე აუცილებლად ვახსენო ბატონი გივი ღამბაშიძე, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო დაღესტანში ქართული კულტურის გამოვლენის საქმეს. იგი 70-იან 80-იან წლებში მოღვაწეობდა არა მარტო დაღესტანში, არამედ ოსეთში და ჩეჩნეთ-ინგუშეთში ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებს და ძალიან ბევრი მანამდე უცნობი მატერიალური კულტურის ძეგლი და მათ შორის წარწერაც გამოავლინა და პირველმა მან გამოაქვეყნა კიდევაც. აი მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ხუნძახის ეგრეთ წოდებული მე-6 წარწერა, რომელიც ბატონმა გივიმ ამოიკითხა, მასზე ასეთი წარწერებია, ესე იგი ჯვარს წარწერები აქვს წინა მხარესაც, უკანა მხარესაც და ჯვრის მკლავების ზედა ყუებზეც, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეთყობა ის ჯვარი ძალიან საყვარელი ჯვარი გახლდათ მრევლისა და ამას მოჰყვა მასზე ბევრი წარწერის შესრულება. კერძოდ ჯვრის წინა ნაწილზე იკითხება ასეთი რამ: ჯვარი, ქრისტე, შეიწყალე სარკელი, აი როგორც მოგახსენეთ, წმიდა სარკელი აქ კიდევ მეორეჯერ იხსენიება უკვე ვიღაც სარკელი, რომელიც ცოცხალი ადამიანია. ჯვრის უკანა მხარეს წერია წმიდა გიორგი, წმიდა თეოდორე, წმიდა ოყე, ეს ოყე ალბათ ადგილობრივი პირის სახელია, შეიწყალე ნიკოლოზ, ღმერთმან გიორგი და ასე შემდეგ. და მკლავებზეც არის კიდევ ასეთივე წარწერები შესრულებული. მე მინდა ასევე საგანგებოდ შევეხო ამ დაღესტნურ წარწერებში პირთა სახელების გამოყენების თავისებურებას. წარწერებში, ქართულშიც, ხუნძურშიც და ქართულ ხუნძურშიც ძალიან ბევრი პიროვნება იხსენიება. ზოგიერთი სახელი მეორდება კიდევაც სხვადასხვა წარწერაში, ეს განსაკუთრებით წმინდანებს ეხებათ. მაგალითად, იესო ქრისტეს სახელი ბუნებრივია ბევრ ჯვარზეა გამეორებული, წმინდა თეოდორეს სახელი მეორდება, იგივე სახელი თეოდორე ვიღაც ერთ-ერთი ადამიანის კონკრეტული ცოცხალი პიროვნების
სახელადაცაა გამოყენებული. აქ არის ასევე წმინდა მარიამი ორჯერ ნახსენები, ერთხელ ცოცხალი ადამიანის ხუნძურ წარწერაშიცა, როგორც ჩანს, ხუნძი ქალბატონის სახელი გახლავთ. გაბრიელი, წმინდა გიორგი, წმინდა კოზმა და დამიანე, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დიმიტრი, წმინდა იაკობი, წმინდა პეტრე, ესენი ყველა იხსენიება სამივე ესე იგი ტიპის წარწერებში დაღესტანში. მაგრამ ამათ გვერდით არც ისე ცოტაა საკუთრივ ხუნძებს შორის გავრცელებული სახელები. ეს არის მაგალითად იგივე სარკელი, რომელიც როგორც უკვე ვთქვი, ერთ შემთხვევაში წმინდანის სახელია, მეორე შემთხვევაში მორწმუნე კაცის სახელი გახლავთ, ოლო, დასთარი, დათხვი, დიმენი, უჩადადონი, ბარზბანი, ოქარდუ, მონოზანი ყარნა, ჩახუტი, ქოჟიგი, ბიანდორი, ბოლდოი, ოხოჟონი და სხვა. იმედია კიდევ გამოჩნდება ალბათ სხვა წარწერებიც, რომლებიც ამ მხარეშია და ისინი თავის სათქმელს გადასცემენ ხილველსა თუ წამკითხველს. და ასევე ძალიან მოკლედ შეიძლება ვთქვათ იმ წარწერების შესახებაც, რომლებიც ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზეა მოპოვებული. დვალეთის ტერიტორია ქართველებით იყო დასახლებული და ბუნებრივია წარწერები და ეკლესიები ქართველების აშენებული გახლავთ და შესაბამისად ეს ტექსტები მხოლოდ ქართულ ენაზეა. მაგალითად ნუზალის ეკლესია, რომელიც ძალიან ცნობილი გახლავთ, ძალიან ლამაზი ფრესკებით არის შემკული და ამ ფრესკებს ახლავს თავისი წარწერები, რომელთაგან ზოგი წმინდანების სახელებია, ზოგ შემთხვევაში კი, ერთ შემთხვევაში კი 6 პიროვნება, საერო პირი გამოსახული და თითოეულ მათგანს მიწერილი აქვს თავთავისი სახელი. იქვე არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი, ძილეს ძვარ, ასე ქვია ოსურად, რაც ქართული ძლევის ჯვრის ოსური ვარიანტი უნდა იყოს. აქ ნაპოვნია 5 ქვა ქართული წარწერებით, ეს ქვები გამოავლინეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეცნიერებმა, ბატონმა გივი ღამბაშიძემაც გამოიკვლია ისინი და საკმაოდ საინტერესო თვალსაზრისები აქვს მათ შესახებ. მაგრამ პირადად ჩემი აზრით უეჭველი ერთი რამ გახლავთ, რომ ამ წარწერების შემსრულებლები ქართველები უნდა იყვნენ, კერძოდ დვალები. ბოლო დროს ძალიან ბევრი წარწერა გამოვლინდა ინგუშეთის ტერიტორიაზე. ინგუშები სხვათა შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ ყოველთვის საქართველოსთან და ეს ამ ფაქტებიდანაც ჩანს. მაგალითად ძალიან ცნობილია ინგუშეთის ტერიტორიაზე ტყობაერდის ტაძარი, რომელზეც მე-11 საუკუნის საქართველოს ეკლესიის საჭეთხრობლის მელქისედეკის წარწერა ქართულ ენაზე შესრულებული. იქვე არის კიდევ სხვა წარწერებიც და ძალიან საინტერესო გახლავთ ის, რომ გასულ წელს გამოვლინდა კიდევ ერთი წარწერა სოფელ თარგიმში, თარგიმის წარწერა, რომელიც შეიძლება იხილოს ჩვენმა მაყურებელმაც. აქ ტექსტი სრულად არ არის შემორჩენილი, მხოლოდ ნაწილია, მაგრამ საინტერესო გახლავთ თვითონ ფაქტი, რომ არა მარტო ტყობაერდაში იყო წარწერები ქართულად, არამედ ამ სოფელშიც. ჩეჩნეთში შედარებით ნაკლებია ასეთი მასალა გამოვლენილი, მაგრამ იქაც ბოლო 2-3 წელიწადში რამდენიმე ძალიან საინტერესო არტეფაქტი გამოვლინდა, მაგალითად განსაკუთრებით აღსანიშნავია თიხის ჭურჭელი, რომელიც ეკრანზეც ჩანს და რამდენიმე მათგანზე ქართული ასომთავრული და ნუსხური ასოებით წერია მამაკაცის ჩეჩნური სახელები. რაც თავისთავად კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ როგორც ჩანს, ჩეჩნებიც ცდილობდნენ ქართული დამწერლობა გამოეყენებინათ თავიანთი ენისათვის, მაგრამ შემდეგ მაჰმადიანობის გავრცელებამ როგორც ჩანს ეს პროცესი შეაჩერა. ხელნაწერი, რომელიც გასულ წელს გახდა ცნობილი ჩვენთვის დაღესტანში, ეს არის ორენოვანი ხელნაწერი, ზედა ტექსტი არაბულია, ქვედა ტექსტი გახლავთ ქართული, რომელიც ზოგ ადგილას საკმაოდ კარგად იკითხება, ზოგ შემთხვევაში კი არაბული ტექსტია ზედდატანილი და ჭირს მისი ამოკითხვა და მე და ჩემი ქალიშვილი გვანცა გვანცელაძე ვცდილობთ გავშიფროთ ეს ტექსტი, უკვე გაშიფრული გვაქვს საკმაო რაოდენობის სიტყვები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქ გამოყენებულია 6 ზმნა და ამ 6 ზმნიდან 2 ხანმეტი ფორმითაა წარმოდგენილი. ხიტყო და ხიყო, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მე-8 საუკუნეს აქეთ ეს ტექსტი არ უნდა იყოს შესრულებული,
მაგრამ უფრო დეტალური დათარიღება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ მუშაობას და მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ეს არის ამ საუკუნისა უფრო კონკრეტულად. აი მოკლედ ის რის თქმაც შეიძლებოდა ამ წარწერების შესახებ და ხაზგასმით მინდა ერთი წინადადება დავუმატო, რომ ეს მასალა, რაზეც მე გესაუბრეთ, პირდაპირ აჩვენებს, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული ეკლესია ძალიან მჭიდრო კავშირში იყო დაღესტანთანაც და ჩეჩნეთ-ინგუშეთთანაც განსაკუთრებით, ხოლო თვალეთი ისედაც ქართული ტერიტორია გახლდათ და იქ ქართული ენის გავრცელება მოულოდნელი არ არის.